როგორც ხვდები, გუშინდელი გაგრძელება, გუშინდელი ამბის გაგრძელება დღეს დადებული ეთერით გულისხმობდა ახსნა განმარტების მცდელობას იმაზე, თუ როგორ არ ვართ დამნაშავე იმ საკითხში, რომელიც ძალიან მექანიკური და ბუნებრივი და ჩვეულებრივია. ეს ეთერი კარგი ილუსტრაცია იმის გასაგებად, თუ რა მოხდა რეალურად და ასე შემდეგ, მაგრამ სანამ მთავარ საკითხზე გადავალ, ერთი ტექნიკური განმარტება მინდა გავაკეთო, მათთვის ვინც სატელევიზიო სპეციფიკას არ იცნობს და ასე შემდეგ. პირდაპირ ეთერის დროს არსებობს პროგრამული ჩანაწერი, რომელიც ეთერში გასულ საბოლოო სიგნალს ინახავს და ხშირად არსებობს ცალკეული კამერების ჩანაწერებიც. რაც შემდგომი გადამოწმებისა და რეკონსტრუქციის შესაძლებლობას იძლევა, როდესაც ამის საჭიროება ჩნდება. ყველა პროექტზე ეს ერთნაირად არ ხდება, თუმცა რაღაც საკითხი, რაზეც საუბრობ, ტექნიკურ დეტალებზე საერთოდ არ დგას. საკითხი დგას იმაზე, რაც ყველამ ნახეთ, გუშინდელი რეაქცია ემოციური მქონდა. ამის დამალვას არც ვაპირებ, როდესაც საქმე ძირს დაგდებულ გულყრაში მყოფ ბავშვს ეხება, ჩემი რეაქცია სხვანაირი ვერ იქნებოდა, სწორედ ჩემივე სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე. მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გავიდა, მით უფრო აშკარა გახდა, რომ რაღაც მთავარი პრობლემა თავად მომხდარი შემთხვევა რადგანაც არ არის. მთავარი პრობლემა არის ის, თუ როგორ უპასუხებდნენ ამ კითხვას. გაჩენილ კითხვას. მე არ მithქვამს და ალბათ სხვას არ უფიქრია, რომ ვიღაცამ განზრახა დამალა რამე. არ გაჩენილა ეს კითხვა შემთხვევით, არ წამოსულა არაფრიდან, რაღაცა ცარიელი ანგაჟირებით, რომ კონკრეტულ ადამიანს ბოროტი განზრახვა ჰქონდა მაინც-ამაინც. კითხვა ბევრად მარტივი იყო და ამ კითხვის, რა ვიცი, რაციონალურობაც ძალიან მარტივად დასანახია. ანუ რა მოხდა ასეთი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის მქონე გარემოში, ყველამ ერთად რომ ვერ დაინახა ზუსტად ის, რაც საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა შეამჩნია და დაინახა. ეს არის კითხვა და რაღაცა განაჩენი, რომელსაც ესე რაღაცნაირად ირეკლავს ყველა. პასუხად ვღებულობთ ამ ეთერში არა შეცდომის ანალიზს, რაღაც არა თვითრეფლექსიას, არა ბოდიშს, არამედ აღშფოთებას იმაზე, რომ საერთოდ როგორ გაჩნდა ეს კითხვა და რატომ გაჩნდა ეს კითხვა. სწორედ აქ იწყება რაღაც პრობლემა, ჩემთვის აი ეს არის რაღაც წყალგამყოფი პრობლემა, როდესაც ადამიანი ამბობს ვერ დავინახეთ. კი ბატონო, ეს შეიძლება შეცდომის ახსნა იყოს, მაგრამ როდესაც ამას ემატება ამდენი დამსახურებული პროფესიონალის შეურაცხყოფა, როგორ გაბედეთ. აი ეს. და რაღაც მაკნინებელი, თვითონ მოვლენის ან შემთხვევის მაკნინებელი ფრაზა. რაღაცის გამო ამხელა შეურაცხყოფა როგორ მოგვაყენეთო. აქ უკვე საუბარი აღარ არის შეცდომაზე. აქ საუბარია პროფესიული ავტორიტეტის გამოყენებაზე. როგორც ფარზე, რომელიც კითხვებს უნდა ირეკლავდეს. და გაჩენილ კითხვებს უნდა სპობდეს. რაღაც დაახლოებით ეგეთი. არა გქონია რომ პროფესიონალიზმის ნამდვილი ძალა და მთელი შინაარსი შეცდომის აღიარებაშია. შეცდომის აღიარების უნარშია. მე ამ ადამიანებს წლებია ვიცნობ. და მე გიცნობთ წლებია. ბევრთან მიმუშავია. ბევრს ჩემ თვალსა და ყურზე ნდობა შესაბამისი ჰქონია. გარკვეული სირთულის მქონე მასალებთან მიმართებაში. ეს ნდობა არ არის შემთხვევითი, მარტო ცალმხრივი არ არის, არამედ ორმხრივი იყო ყოველთვის.
და ყველას პროფესიონალიზმს პატივს ვცემ. და ამიტომ იყო მცდელობა, კი ბატონო, ემოციური, კი ბატონო, გადაცდომილი, კი ბატონო, რაღაც არაკორექტულის კი, რომელიც ეზოში დავიყვირე ესეთი ემოციურად და ასე შემდეგ, ხო? კი, მიმართული, ვისკენაც იყო მიმართული, მნიშვნელობა არ აქვს, ხო? რაც იყო მნიშვნელობა არ აქვს, საერთოდ არ ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო ზუსტად იმდენად უმნიშვნელო, რამდენადაც ერთი ადამიანის, ჩემი ერთი ადამიანის რაღაცა კონკრეტული გამოხტომა. იმ დანარჩენთან მიმართებაში, როგორც ესე პროპორციით რო ავიღოთ, როგორც მე ერთი რიგითი ჩვეულებრივი სხვა დანარჩენთან მიმართებაში. აი ეს მასშტაბი რო წარმოვიდგინოთ, რომელიც რაღაცა საზოგადოებრივი მნიშვნელობის მასშტაბს როცა გულისხმობს. თუ შეცდომა მოხდა, თქვით რომ მოხდა. თუ რაღაც გამოგრჩათ, თქვით რომ გამოგრჩათ. თუ შოკმა, სტრესმა ან სიტუაციის განვითარებულმა დინამიკამ რაღაც გავლენა მოახდინა, თქვით ესეც. მაგრამ რაღაც ბავშვებს, მოდი ესე შევატრიალოთ სიტუაცია, ბავშვებს ნუ გადააფარებთ რაღაც ტექნიკურ ახსნებს, ბიოგრაფიებს, სტაჟს, დამსახურებებსა და ავტორიტეტებს, როცა საბოლოოდ საზოგადოებას არც თქვენი რეზიუმე ახსოვს და არც ჩემი და არც არავის. გარდა მოვლენისა, რომელიც მოხდა, რაც იმ წუთებში დაინახა. დღესაც აი გადის დღეები და კიდევ უარესად ფიქრობთ ნაცვლად იმისა, რომ მე პირიქით რაღაცების ჩემშივე აღმოვაჩინე, რაღაცა შეცდომები დავარედაქტირე, როგორც პოსტში, სათქმელში, ახლაც კი ვცდილობ, რომ რაღაც აზრებს თავი მოუყარო იმისთვის, რომ გაგაგებინოთ, რატომ მქონდა და რატომ მომიწია რაღაცა შეხლა აი ამ სიტუაციაში. გაგაგებინოთ, რომ რაღაც გარემოში ბევრი ადამიანი უფრო სისტემის მსხვერპლია, ვიდრე მისი შემოქმედი. და არ არის ჩემგან ეს რაღაცა მორალური განაჩენის გამოტანას არ ვაპირებ. და არც საზოგადოება ფიქრობს რაღაცა განაჩენის გამოტანას, უბრალოდ სასურველი იქნებოდა ის პასუხი მიეღო, რა პასუხსაც ელოდებოდა. და კი, მაქვს კონკრეტულად ჩემზე ჩემი აზრი. და ჩემი მხრიდან ჩემი აზრი, იმიტომ რომ ბევრად საზოგადოების აღქმებზე მეტად კომპეტენტური ვარ რაღაცა შიდა საკითხებში და ვიცი, მახსოვს რაღაცეები. როგორც პროფესიაში, ისე კომუნიკაციაში. როგორც პროფესიულ საკითხებში, ისე კომუნიკაციულ რაღაც ისტორიებში. ზოგი დავიწყებული და ზოგი ეხლაც აქტიური. და როდესაც ადამიანური რეაქციის ნაცვლად იწყება თვითგამართლება რაღაც იმისი, რომ პასუხისმგებლობის გაფანტვა და რაღაც კრიტიკის აცილება, ჩემი და ასეთი მიდგომის გზები ყოველთვის გაიყოფა რა. მიუხედავად ყველაფრისა, მადლიერი ვრჩები იმ წლებისთვის, რომელმაც რაღაც პროფესიონალად ჩამომაყალიბა თუ ადამიანად ჩამომაყალიბა თუ იმად, რაც ამ წუთას ვარ. ჩემთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი არასდროს ყოფილა სახლი, საფერებელი სახლი, არამედ არის ინსტიტუცია, რომელიც ბევრად უფრო დიდი ადრენალინის, ბევრად უფრო პროფესიული ადრენალინის, ბევრად უფრო მეტი სიამოვნების მომნიჭებელია და რამდენადაც პასუხისმგებლობას გულისხმობს, იმდენად რაღაცა რეპუტაციის ნაწილშიც უფრო სხვანაირად ჩანს ხოლმე ჩემთვის. რომელიც როგორც თქვენთვის, ისე ჩემთვისაც დროებითია. იმიტომ რომ ეს ყოველთვის იყო საზოგადოებრივი საკუთრების, საზოგადოებრივი ინსტიტუტი. და ამ ინსტიტუციის მიმართ რაღაცა ერთგულება ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ყველაზე რთულ მომენტშიც რაღაცა არ შეგეშინდეს სიმართლის თქმა. იმიტომ რომ ეს საზოგადოებაა და რაც არ უნდა პოლიტიზირებული გარემო იყოს, რაც არ უნდა სიტუაცია იყოს, საზოგადოებას ყოველთვის უნდა უპასუხო სიმართლის გადმოსახედიდან. იმიტომ რომ ყოველთვის წყალნი, წავლენ და წამოვლენ ქვიშანი დარჩებიანო. ეს სიმართლეს ახასიათებს.
რაიმე ჩემს კონკრეტულ აზრს კი არა, სიმართლის ახასიათებს ეგ სიტუაცია. არ ვიცი, მოდი გავიხსენოთ, მოდი რადგან ესე რაღაცა მაღალ პროფესიონალიზმზე აპელირება მიდის და შესაბამისად საზოგადოებას უკრძალავს აი ამ ყველაფერში ეჭვის შეტანას. კიდევ ერთი რამ, რაც ალბათ ყველაზე მეტად მიკვირს ამ ისტორიაში, ამ ჩვენი კომუნიკაციის ისტორიაში, ის არის, რომ დღეს ამბობთ, რომ როგორ გავბედეთ კითხვის დასმა, როგორ შეგვეპარა ეჭვი, როგორ შევეხე მე პირადად პროფესიონალისტს, როგორ მივაყენე შეურაცხყოფა ადამიანებს, რომლებიც წლებია ამ საქმეს ემსახურებიან და ასე შემდეგ. მაგრამ ზუსტად რაღაცნაირად ეს კრიტიკული პათოსი ამ კითხვის დასმის უფლება მე ჰაერიდან არ მომიტანია. ამის წინაშე ისტორიაც წინარე ისტორიაც არსებობს, ხო, როგორც წეგან ვახსენე. და შეგახსენებთ ამას თუნდაც. არსებობს რაღაც არც ისე საზოგადოებამ კარგად იცის, არც ისე ძველი მოვლენები, როდესაც არანაკლებ პროფესიონალ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩემო გოგა ჩამოაშორეს პროცესებს საჯაროდ და შიგნითაც დაადანაშაულეს, ზოგს პროკურატურითაც დაემუქრნენ. თემა კი ისევ იგივე საზოგადოებრივი მნიშვნელობის იყო, რომელიც სიცოცხლეს ეხებოდა, ადამიანების სიცოცხლეს, მათ ჯანმრთელობას, მის ბედს და იმ პოლიტიზირებულ სისტემასთან გამკლავებას, რომელიც სწორედ ამ პროფესიონალების ხელით ახერხებდა და ახერხებს დღემდე ყველა მნიშვნელოვანი თემის გადაწონვას, გადაფარვას ან რელევანტურობის შეცვლას, გარკვეული პოლიტიკით, მიუხედავად მისი კანონიერი დებულებისა. სად იყო მაშინ ეს აღშფოთება? შენი, თქვენი, სად იყო ეს მგრძნობელობა? სად იყო ასეთი რაღაც მოთხოვნა, რომ პროფესიონალისტვის პატივია საცემი? სად იყო ეს რაღაც შეხსენება, რომ ადამიანებს ღირსება აქვთ თურმე? თუ იმ დროს შეიძლებოდა ამ ყველაფრის უგულებელყოფა? დღეს რატომ ითხოვ? ჩემგან, ან საზოგადოებისგან იმაზე მეტ მორალურ სტანდარტს, ვიდრე იმავე სისტემამ საკუთარი კოლეგების მიმართ გამოავლინა. აი რატომ ითხოვთ ამას? ახლა ხო ხვდებით? რატომ არ მეჩვენება გულწრფელად ის ახსნა განმარტებები, რომელსაც დღეს ვისმენ და ისმენს საზოგადოება. და კიდევ უფრო მეტად გაიფინა საზოგადოებამ ეს ყველაფერი. ტრიგერი მე კი არა ვარ. ტრიგერი ის პრობლემაა, რომელი პრობლემითაც თქვენ ჯერ კიდევ ვერ ხელმძღვანელობთ სამწუხაროდ. და ვიცი, შეგიძლიათ უბრალოდ ამას არ აკეთებ და ამ არ გაკეთებასაც თავისი მიზეზი აქვს. სწორად შეება შთაბეჭდილება იმას, რომ კითხვაზე პასუხი კი არ გაიცა, არამედ რაღაც კითხვის არსებობა გახდა პრობლემა და მთელი ეს ეთერი მიეძღვნა ამას. პრობლემა არის კითხვის გაჩენა. მე დღემდე მგონია, რომ რაღაც საზოგადოებრივი აღშფოთების ყველაზე ჯანსაღი პასუხი იყო ძალიან მარტივი. მათი მოთხოვნა ესა რაღაცა ემოციური ბმა ამ მოვლენასთან მიმართებაში იყო ერთ რაღაცაზე ორიენტირებული, რომ დიახ, ელოდებოდა თქვენგან, რომ დიახ, გამოგრჩა დიახ, ვერ დავინახეთ დიახ, ეს არ უნდა მომხდარიყო. ამით დასრულდებოდა ყველაფერი. მაგრამ დამონათება საზოგადოების იმაზე, თუ როგორ გაასწორონ ფოკუსი, მაშინ როდესაც ფოკუსი სრულიად არეულია. აი, საერთოდ არეულია ფოკუსი. და მთელი ენერგია იმაზე იხარჯება, თუ რომ საზოგადოებას აუხსნათ, რატომ არ უნდა დასვას ასეთი შეკითხვა. რატომ არ უნდა გაუჩნდეს ეჭვი რამეზე. და რეალობაში უდასტურებ იმას, რომ უფრო მეტად კითხვის გაჩენა გაწუხებს, ვიდრე ის მიზეზი, რომელმაც ეს კითხვა გააჩინა.
ვიცი, მართლა არ ვიცი რა შეიძლება მოხდეს. მე ერთ რაღაცას გუგზფელად გეტყვით, რომ არ ვიცი რა მოხდება, შიდა როტაციით მოხდება რაღაც ცვლილება თუ ადმინისტრაციის მიერ ჩემ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შიგნით მოხდება რამე თუ საერთოდ გათავისუფლებას გულისხმობს და ერთსაც და მეორესაც ერთნაირად მივესალმები. ჩემი იქ ყოფნის ამ წუთიერი, იმ წუთიერი და სხვა წუთიერი მიზეზი არის ერთადერთი რაღაც. რომ საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხების დროს ვაკეთოს საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროდუქტი. ჩემი პროფესიით. რითაც ღებულობ ანაზღაურებას იმდენს, რამდენიც კანონით გაწერილია. შრომითი უფლებების ფარგლებში კანონით გაწერილია. ვიღაცისთვის ჩუსტებ დალაგებული სახლი არის. საკუთარი ჩუსტით თუ რა ვიცი, ეს დაახლოებით ესე შეიძლება იყოს მიჩნეული. იყოს კი ბატონო. ეს მისი სუბიექტური მდგომარეობა, ჩვენთვის ობიექტური გარემოებაა, სადაც რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ჰქვია, ანუ საჯარო ინსტიტუცია. პასუხისმგებლობა მე ასეთი მომყვება. ასე ვფიქრობ. ვერ გაიაზრეთ კიდევ, რომ მთელი ეს პროფესიონალები ერთ ქვაბში მოგაქციათ და დანაშაულის ფაქტის წინაშე დაგაყენათ გამოძიების სწორი ქვეყანა რო გქონდეს და სამართალი რამეს რო ნიშნავდეს, დაგაყენათ გამოძიების ინტერესის უბრალოდ დაგაყენათ რაღაც საგამოძიებო ინტერესის საგნად გაგხადათ. აი განცხადება. აქ ხომ არ არის იმ წუთიერ ემოციაზე მარტო ლაპარაკი. თავარი პრობლემა და მთელი ჩემი აღშფოთება თუ რა ვიცი გამოხტომა თუ როგორც გინდათ ისე დავარქვათ. არის პოსტფაქტუმ როგორ გრძელდება და ვაგრძელებთ კიდევ ერთმანეთზე უარეს ვაგრძელებთ. და რა ვიცი ხა გაიყოფა ჩემი გზა, გაიყოფა მე გათავისებული მაქვს ეს ვის არაა გათავისებული აი ეს დროებითობა არ ვიცი. რატომ უნდა მქონდეს მუდმივობის განცდა რომ ტელევიზიაში უნდა ვიყო, ისიც არ მესმის მაშინ, როდესაც ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. თუ კი რაღაც რაციონალურად ვიაზრებთ ყველა რაღაცებს, უეჭველი მოგვიწევს გარკვეულ საკითხებზე პასუხისგება. და მე მირჩენია ახლა ამ წუთას ადმინისტრაციამ უფრო დამასანქციოს რაღაც გარკვეული ნაბიჯებით, ვიდრე თლიან აი ამ საზოგადოებრივი მნიშვნელობის სამართლებრივ კონტექსტში ვიყოს სრულიად ამოვარდნილი და ასდენილი. იმიტომ მე ამ საზოგადოებაში მერეც არსებობას ვაპირებ. ჩემთვის საზოგადოებას პირდაპირ მნიშვნელობით რესურსის ფუნქცია აქვს, პოტენციური რესურსის ფუნქცია, რომელიც მე მკვებავს, მაჭმევს და მთელ ჩემს რაღაც საქმიანობას ასეა თუ ისე საბოლოოდ აფასებს. რაღაც საფეხურამდე ეს საზოგადოება ამას გარკვეულ საფეხურამდე აიყვანს, ან დააგდებს. და არ ვიცი თქვენ რა დაგემართათ რა. რის ფასად დაგემართათ, მაგრამ ერთს გეტყვით, რომ შიში არის მდგომარეობა. შიში არ არის შეურაცხყოფა. შეურაცხყოფელი ეპითეტი. შიში არის მდგომარეობა, რომელსაც სტრესული გარემო განსაზღვრავს. და ამ შიში, ამ მდგომარეობის შეგუება კარგს არაფერს არ მოიტანს. ასე გასკდება ნებისმიერი სხვა მოვლენაც. და ყოველ ჯერზე, ყოველ ასეთ შემთხვევითობის საკითხებში, სადაც შემთხვევით მომენტებში, თუ კი ასე დეზორიენტირებულ, კოგნიტურად დაულაგებელ, აცდენილი მორალით დავხვდებით, წავაგებთ და ვერ მოვიგებთ. წავაგებთ და ზოგადად ინსტიტუციას ხო საერთოდ ჩრდილს მივაყენებთ. აქ უნდა იყოს ზოგადსაზოგადოებრივი ინტერესი წინა პლანზე წამოწეული და ასევე
თუ კი კარიერისტები ხართ, კარიერული ინტერესი წინდადებული. ეს ორივე ერთად სიმბიოზში რომ იყოს, ეს ასე არ მოხდებოდა. მე შემიძლია დავასრულო ახლა ეს ჩემი საბოლოო სიტყვა და დაველოდო მე რაღაც განაჩენს, რომელსაც რატომღაც ველოდები და ვფიქრობ, რომ ალბათ ლოგიკური გაგრძელება იქნება იმ რაღაცის, რაშიც ზოგადად ისედაც ვარსებობთ.